მე ჭამიდან მოვედი ამ სფეროში. შენ ხო კეთებიდან ხარ. აქ ვარ ნუგეშინია. ის რომ მითხარი მანდარინი გავფრთხონი და შევჭამ. პროფესიონალი მე ვარ. ხო, რა თქმა უნდა. მე მომიყვანეს აქეთო ასწავლი. საჩაურტყი. მე იმერელი ვარ, ბალახზე ვარ გაზდილი. ხო, რა იქნება ეს? თუ გინდა მე აქ ვიდგები და გრადუსებს ვიძახებ რა. აქედან აღარსად აღარ მივდივარ მე. ხო, ბიჭო. ჩაიბარე. რა ინაღლება. ჩემი დაფქვილი და დანაყული. შენ რისი შენ ხარ თუ რაღაცა არასტანდარტული არ შეთავაზია და. კი ბატონო. მომწერე რა ეგ რო არ დამოვიდა. მე თვალები რო დავხუჭო ბრიუსელსში ვარ რა. რა ვიძახდი და ამჯერ. ყველა გვეშინოდა. გამახრჩონ ერწყმა. ეცერო თაკეთებს რო გული წამივიდეს. ვაიმე დედა. აი ხა უკვე ხო ვიძახდი მე შემეტენება. რა ხართ ეს შეფები. ზამთრის და დეკემბრის მიუხედავად ძალიან კარგი ამინდა და ძალიან კარგი სტუმარი ყავს. ბატონი დავით ლაბაძე, რომელიც გაიხარე დიდი უკვე როგორ წარგადგინო აღარ ვიცი. უკვე რესტორატორობაც შემიძლია. მე ქაბაბე ჯალილი თუ რაღაცა სერიალი ყოფილა და ესე მეძახიან. ისე ეს მონოპროდუქტზე მუშაობა ჩემი აზრით ყველაზე კაი. აი მეხინკლე რო ხარ. სხვა რამეზე რო გაკითხებიან, არა, ეგ მე არა. და ისიცი 100-იანზე რა, 10-იანზე. ნუ ისიც არ ვიცი 100-იანზე, მაგრამ ხო. პრაქტიკაა ყველაფერი. კი. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის და ახალი წელიც კარზე მოგვადგა და მინდა რომ ეხა ცოტა არასტანდარტული საახალწლო კერძი მოვამზადოთ. ესაა ღორის შეიკა. შენ რისი შენ ხარ თუ რაღაცა არასტანდარტული არ შეთავაზია და. კი ბატონო. ღორის შეიკა, რომელსაც გავარულეთებთ. ესე ცხლად დავჭრე, მაგას ვაჩვენებ მაყურებელს და შევასუნელოთ მე შიგნიდან, აგერ გრილიც გვაქვს. გარნად გვექნება ბრიუსელის კომბოსტო, ახალი კარტოფილი, მე კეჟერას ნათესავს ვეძახისა, კეილის სადაც ფოთოლი. კეჟერა, კეილი, რამ გახო? კეჟერა და კეილი. გურულად კეჟერა, ევროპულად კეილი და პიტრაცა. პიტნას ქინს ოხრახურს გამოვიყენებთ, რომ ჩავნაყოთ და ქეშიუ გვაქვს კიდე. წინა გადაცემებში გქონდა ქეშიუ ძალიან მიყვარს, სტანდარტული ცხილის გემო არა აქვს და ამ ყველაფერს ერთად ჩავნაყავთ და შევტუტავთ. კიდე ეს სიტყვა გამოვიყენე, მიყვარს ეს სიტყვა შეტუტული. როგორი საწმის კეთება ან კეთებაში მონაწილეობა მიყვარს, იცი? რომლის ინგრედიენტების ჭამა შეგიძლია სანამ მომზადდება საჭმელი. თავარი იმდენი ჭამა რომ რაღაც ყველაფერი რომ უმია, აი ერთადერთი აგერ ქეშიუ. ქეშიუმ გადამარჩინა. ეგრე ჭრი მაგას? მე თვითონ აი ვარ მზარეული. ამ ცხოვრებაში, წინა ცხოვრებაში ვიყავ. ესე ჭრიან ქვემოდან. დანაშაული არაა მოკლედ რა. და არც არაფერს სურათს არ ცვლის. შეგვიძლია რა თქმა უნდა აქედანაც გავყვეთ და გავშალოთ. ხო არა, მე ვსწავლობ. კაი, აქედან და ვსწავლობ, არა, იქიდან დაიწყებ. ვსწავლობ აქედან. კაი ჯიგარი ხა. მე მომიყვანეს აქეთო ასწავლი. სანამ მე ამას ვჭრი, თუ არ გეზარება, შემიძლია დაგასაქმო კიდევაც. რა თქმა უნდა, მეზარება, მაგრამ შენ სადერო დამას. ჩემი დასაქმება არის ძალიან ძნელი საქმე. დასაქმება რო გდომოდა, ოჯახში ხშირად იწყვიან, რომ ჩემთვის რამეს გაკეთებინებას გაცილების ჯობია, რომ თვითონ გააკეთონ. კაი სტრატეგია. უფრო ნაკლებად იღლებიან. უბრალოდ ისე გეუბნები თორე დამასაქმე. ხელზე რა აგდის? თავარი ეგაა. ჭამა. მე ჭამიდან მოვედი ამ სფეროში. შენ ხო კეთებიდან ხარ. შემიძლია მანდარინი გავფრთხნა. და გასინჯო. რანაირი არის? გავფრთხნა, უბრალოდ თუ 5-ვე გჭირდება, ჯობია მენუ გავამფრთხნევინებ. მოდი გავწქვენი 2 მინიმუმ. აჰა, ანუ 3 შემიძლია შევჭამ. გასაგებია. ხორცი კი გავშალეთ ახლა. გავშალეთ. ამასობაში მე ცოტა ჩავნაყავ პატაწუნარ სანახში ნიორს. აი თუ გინდა ამას რომ მოურჩები მანდარინს. ნიორს ჩაგინაყავ. ცოტას ხელით დანით მივეხმარები. რომ ჩასაკეპად კიდე უფრო გამარტივდეს ეს ამბავი და მოჭო ჩემ ბავშვობაში ბებია ჩემი აუცილებლად ნაყავდა აი მას რა ქვია ნიორს მარილთან ერთად კი და ეხლა რო უყურებ უბრალოდ ნაყავენ მარილი გეხმარება წვენის გამოშვებაში და დალბობაში და წყლის გამოტანაში და უფრო მარტივი ხდება კიდე დანაყვა მეც მგონია რომ მარილით ჯობია კი მოდი მე შენ ჭერი და მე ამას უკლასუნებ რა ის რომ მითხარი მანდარინი გავფრთხონი და შევჭამ ხო კიდე გავფრთხნა ერთი
ქვასანახი ჯარში რო ვიყავი წაგვიყვანეს იმის საკრეფად მარწყვის რა გერმანიაში მე ვერ მოვკრიფე ბევრი ვერ თუ არ ვერ და ნახე აღმოჩნდა რომ ის სისწრაფე რომლითაც მე ვკრიფავ მარწყვის უფრო დაბალია იმ სისწრაფეზე რომლითაც მე ვჭამ მარწყვის ამიტომ რო კრიფავ კალათში არაფერი არ ვარდება უკვე ბოლოსკენ ზარალი ყოფილიყო ბოლოსკენ რო აღარ შემეძლო მარწყვის დანახვა ჩემო პროდუქტიულობა მოიმატა ცარიცის დათო იყო ჯარში სამზარეულოში იყავი ხო? ზარეული იყო და მზარეულობა კაი პონტი იყო მაშინ? ძალიან პრესტიჟული იყო ნუ არ ვიცი ჩემთვის კაი იყო რა ეხა რაკეტების სროლას მერჩივნა ერთხელ სამზარეულოში და თან ითვლებოდა რომ ქართველები კარგი მზარეულები ვარ და მართლა ჩვენ სამზარეულოში აი მთელ დივიზიაში ყველაზე კარგი სოქმეა და გაგაცნო ვირჯილიოს პარმეზანი. ო, გამარჯობა ვირჯილიო. როგორ მოგესალმა შენს? როგორ მოხდი შინდიში? რაც მე მიყვარს სულ მაგას ვამბობ, რომ არის დაბქვილი უკვე. ხო, ჩვენ ვქვალთ პარმეზანს. თქვენი სახში. ვქვალთ თუ ხეხავთ? ხეხავთ. სპეციალური სახეხი გვაქვს. ხო და მე და ნახევარი ძირს იყრება და პასტასაც რო ამზადებ, რომ მოაყლი ჩაადნება თანაბრად თან. ხე ეს დროზე კი არ გამიხსნა, რო გაიგო რა. აგე მეორეც მაქვს. ო, გემრიელია. პარმეზანი, კარგი პარმეზანი. ისე რომ ხეხავთ, გრძელად. თან საკმაოდ ცხიმიანია. ესეც მივაზილო? კი. და აქაც მოვაყრი ამ ყველს. ასევე გვაქვს დანიური ბრენდის ლურპაკი. ლურპაკი როგორ არ ვიცი. სხვათა შორის მართლა გადაჭარბების გარეშე გამომდგარი კარაქია უკვე ლამის 1 წელი ამას ვიყენებ და ყველანაირ გამოწვევას გაუძლო. მოკლედ ღია ცეცხლზე, გრილზე, აფაზე, ყველანაირ. ანუ გამძლეა. ქართულ პირობებზე გამძლე კარაქი აბაჰა. ცოტა კარაქი. ჩაიბარე. ჩაიბარე. მე მეორე იმას მანდარინს გავფრთხნი, ხო. მართლა რამდენი გჭირდება, იმიტომ რომ ეგ გასაფორმებლად ბევრი არ დაგჭირდება. გასაფორმებლად თუ არ არის პრობლემა. ესე იგი, ბატონმა მერეც მიახატავთ გრაფიკაში გაფორმება არ არის პრობლემა. ბატონმა დავითმა ჩანაყა უკვე აქ არის ერთი კბილი ნიორი, ნახევარი მწვანე წიწაკა, პატარა კონა პიტნა, კინძი, ქეშიუ, მარილი რა თქმა უნდა და პარმეზანის დაბქვილი ყველი. ამ ყველაფერს ახლა ამოვიღებ და შევტუტავ რა ინაღლება. ჩემი დაბქვილი და დანაყული. ზეითუნის ზეცაც მივცე, სანამ დავიწყებია, რომ უფრო თხელი მასა გახდეს. ჩემ ძმას ქონდა საკაბაბე. ეგ ისტორია არ ვიცი. სანამ დაიჭერდნენ და შენ ძმა ერთხელ არ დაჭერილი, ხო? ერთხელ კი. მაგრამ ბევრჯერ იყო დასაჭერი. ესე გამოვიდა. ბევრჯერ ვიყავი დასაჭერი და რო არ ვიყავი, მაშინ დამიჭირეს. აი ამაზე წდება გული რა. უკვე ესე წვრილნაცრება დაჭერა მე უმათას შევჭამ ისეთი შესახედაობა. მარილი იმაშიც უკენ. ვსო. ყველის მარილია. გარედან ცოტა უქნათ რა. არა, გარედან კიდე კარაქით წაუსვათ, მარილს მოაყაროთ, უკვე გრილზე რო ჩავდებთ. მე უდრო საუნერვიულდი რა. ოხო. კარაქიც გვაქვს შიგნით. ჩვენ ამასობაში შელამაზებისთვის რასაც ჩამოაჭი ეს საგეჟე მიწვი. კი, კიდე შენახულება. თუ არ დაგეზარებათ, კეჟერა ეგრეთ წოდებული კეილი მოვათავსოთ აქ. პატარა ბავშვები რო უნდათ რომ დაასაკმოთ და ეს აიღე და რო არიცელ ქონ.
რამდენი წელი მოვათავსო? სულ მოათავსე რაცა. სულ გადავარჩიო კეჟერა, ანუ კეილი. ჩვენ დაბიურად კეჟერა. სახში ვინც ცდით ამას შეგიძლიათ სამზარეულოს თოკებიც იყიდება და იმით შეკრათ. თუმცა მე უფრო მარტივი გზით წამოვედი და ჩხირებით დავამაგრებ ამ ჩვენ რულეტს. ბუდიში მაგრამ ძალიან ბევრი კეჟერა, ანუ კეილი ყოფილა აქ. შენ დაიწყე და მე გავაგზელებ. არა კაცო, რასამო, ყველას გადმოვდებ. თან აქ არანაირი დანაკარგი არ აქვს, იმიტომ რომ კეჟერას ეხა მე აქ არ შევჭამდა. მანდარინზე დიდი დანაკარგი. კეჟერას რას ერჩი? არა, რაღაცა უნდა რომ მარილი უნდა, ძმარი უნდა, რაღაცა უნდა, თორე. მე იმერელი ვარ, ბალახზე ვარ გაზრდილი გენეტიკურად. ორი გჭირდება, ხო? შენთვის ქართული, რომელს გამოყოფ. პირდაპირ, ეს კახური. კახური შენ ფავორიტი სამზარეულო. ხოცთან დაკავშირებით. ხო, კაი. ფხალი, სალათები, ცომეული იმერეთი. და ესე ცხარეები და მჭადის ფქვილი და რაღაც ეგეთები სამეგრელო. კაი, მაშინ ახლა კონკრეტულად სამწუხაროდ ცუდად ვიცნობ ქართლს და სამცხე-ჯავახეთს და სვანეთს. სამცხე-ჯავახეთს ცუდად იცნობ, ძალიან საინტერესო სამზარეულო აქვს, რადიკალურად განსხვავებული სხვა დანარჩენი კუთხე. ხო და სამწუხაროდ ცუდად ვიცნობ რა. ხო და თუ წახვალ, ძალიან ცოტა მძიმე არის. მეტი ცხიმია, მეტი ბრძის პროდუქტებია. ზუსტად საჩემო ყოფილა. ეხლა ნახე და თუ ამას ხელსაც რომ მოკიდებ, ცოტა უხეში ფოთლები აქვს. ამიტომ ჩვენ ცოტა ზეთი უნდა მოვასხათ. უხეში ვაშკაცები ვარ ჩვენ უხეში რა. და ცოტა ლიმონის წვენით რომ მოიდრკეს, მორბილდეს. ბოდიში. მარილი არ მოარბილებს? კი, მარილიც უნდა დავაყაროთ. გვაქვს სვანურიც, შენ არჩიე რომელს დავაყარ. ნებისმიერი დააყარე, არ მაქვს პრობლემა. მარილიც დავაყარ. ეხლა ამას მოგზელ ცოტა მასაჟს გავუკეთებ, რომ მოდუდღნი რა, მოდუდღნი ქვია მაგა. შეგვიძლია უკვე ხორცი გადავიტანოთ გრილზე და ამასობაში რა კარაქიც დამრჩა. ამასაც თუ არ შეწუხდებით, ბარემ მანდ მიდგით. ეგ იმიტომ რომ ცოტა რო შეუღება, მე ცხობისას გადაუსვათ ხოლმე ხორცს. ეხლა ამ ხორცს წამოვაბრძანებ. ამ ცხიმის გადასხმა სულ მაინტერესებს. რას აძლევს აი პიცკინა კანის ფორმირებას უწყობს ხელს? უწყობს ხელს და არ შრება გარეკანი რა. იმიტომ აი გოჭსაც სულ აი კარაქს უსმენს. კარაქსაც და მანდ მარილიან წყალსაც კი. ხო რა იქნება ეს? ავტო 150-ია და უფრო ზევით და ზევით ადის. კი, ეხა ახთილი რო ქონდა, იმიტომ და აი რო დასტანდარტდება გრადუსი, მაყურებელსაც უთხრათ, რამდენ გრადუსზე წვავთ და რამდენი ავტო ბოდიში 200-ზე ავიდა უკვე. ხო, არაა პრობლემა. იცი რა არის, ნახე კიდე აქ რა ხდება. ნაკვერჩხალს აქვს თავი მოქცეული შუა წერტილში. ხო. დაიწყო. გვერდებში გადავიტან. გასაგებია. გასაგებია. მივხვდი. ჩაკეტილი გვაქვს ახლა, ჰაერი შიგით არ ხვდება და ტემპერატურაც აღარ უნდა გაიქცეს. 210-ია ახლა. 250 საპატიო. თუ გინდა მე აქ ვიდგები და გრადუსებს ვიძახებ რა. 220-ია ავტო. 250-ზე განგაშის სიგნალი ჩავთვით. კარგი, 250-მდე დავისვენებ. აქ ახალ კარტოფილს და ბრიუსელის კომპოსტოს ჩავყრი. ავტო 240-ია ბოდიში, მაგრამ მოვდივარ მაშინ უკვე. აი ნახე. ფანურ მარილსაც მოვაყრი და გადავინაცვლებ უკვე გრილისკენ. ბრიუსელის კომპოსტოს სვანური მარილი რო უხდება. 250-ზე მოვედი. ხო, მე წინასწარ იმიტომ დაგიძახი ავტო. მე 250-ზე რო დამეძახა, 270-ზე მოვიდა. კაი. დავახუროთ. და აწი უკვე მე ისევ ტემპერატურაზე დავრჩები რა. კი ბატონო. ესეთი საქმე მიყვარს, ესეთ საქმეს რომ მომწემენ, რომ თან თავს გძნობ საჭიროთ და თან არაფერს არ აქვს. რამოდენიმე წიწაკაც მივაწვათ.
ეს მივაყაროთ. რა შვები? ამას მოვაყარი, ამას. ო! ეს გრილის და ციცაკაც მივაგდოთ. აჰა. და დაუხუროთ. ამას ახლა რა ტემპერატურული რეჟიმი შემოგძახო? ისევ ის იყოს საორიენტაციო 250 გრადუსი და მაგ აქ ვარ ნუგეშინი. უფრო მალე ავიღებ. აქ ვარ ნუგეშინია. ცოტა დაღერღილსაც უზრ. შეიძლება თავი მოგაბეზრე უკვე, მაგრამ 255-ზე ავედი და აი უკვე მოვდივარ, მეც ეგრე მაქვს გათვლილი, რომ ხო, მეც 1.5 გრადუსს ვიტყუები. აი, მე გაგიდებ კარს. ოპა! უფ! აქედან იმედია რამე სერიოზულ შეხვედრაზე არის. აუ, არა, აქედან აღარსად აღარ მივდივარ მე. ამას ამოურევ ხა რომ რანაც არ მოუვიდა. რამდენი ხანი უნდა? მაქსიმუმ 9 საათი. 9 საათი რომ ამ სისქერულეთში შევამთლიანა. შევიდეს შიგნით ტემპერატურა. ბოსტნეულს ცოტა იქეთ მივყრი რომ მაღალი ცეცხლი არ მოხდეს. აი ქეში უსრო ხმარო. ხო. ნიგზენ საჭმელები ბევრი გვაქვს. მე აი რაღაც გაჭირვების დრო რო იყო, მინახია რომ თხილით ანაცვლებდნენ. და სხვა თხილეული თუ შეიძლება ნიგზის ჩანაცვლება ტრადიციულ ქართულ ნიგზიანებში. ინდივიდუალური არა თქმა უნდა, მაგრამ მე თხილი მეტად მირჩევნია ხოლმე დავუშვათ ნიგოს. არის შეიძლება ეს ბავშვობის ამბავია, რომ თხილზე ვარ მიჩვეული. იყო ესეთი კერძი, რომელსაც ჩვენ ბავშვობაში ვეძახდით ნიორ წყალს. უსუად დიდები ეძახდნენ. ეს არის რაღაც გამარტივებული ბაჟე თუ რაღაცა. ოდნავ მონაყური ნიგოზი და ნიორი უბრალოდ ცივ წყალში გაძრავ და ახალ იმას რა ქვია შემწვარ ქათამს დაასხამზე და всё. ისეთი გემრიელია. თან აი 5 წუთში აკეთებდა ბებიაჩი. ეს ჩვენი ნარჩენები კარგად გამოიყურება. ნარჩენი იქნება რო დარჩება და მე შენ გაჩვენებ რო ეგ არ დარჩა. ოხო ბიჭო. ოჩაღი ცეცხლი ყოფს. გე 170-ზე ჩამოვარდა და ეხა ისე 200-ს უახლოვდება. მიაქავარ. ავთო ნუგეშინია. ცეცხლს აკონტროლო. მე ვიპოვე ჩემი ადგილი. ეს თორმე ყოფილა ტემპერატურის კონტროლი არის ჩემს. იცი რა არის ყველაზე რთული არის ღია ცეცხლზე გრილზე მუშაობა რა, როცა ესე აუწიე და უწიეზე რო ვერ ახარ რა და ძალიან დასაფასებელი პროფესია ცალკე გრილზე ვინც დგას რა. მაშინ ისე ვაკ დავდგები. ამ პროცესში როცა ვარ და უკვე მინდობილი მაქვს პროფესიონალზე კონტროლი გრილის, მე ვსვამ ხოლმე ცივ ყავას Starbucks-ის და სხვადასხვა მე თუ შემოთავაზებ, ხო 10 გრადუსის სიზუსტით ვიძახდი. 3 გრადუსზე ჩამოვდივარ. აი მაშინ 3 გრადუსი რო დამიკლო, Starbucks-ია. ბიჭო, Starbucks-ი რაღაცა პერიოდით ჩემთვის ნიშნავდა, რომ სხვაგანო არ. ეს ახლა უკვე მზად არის? კი. ეს ბოლომდე ჩათუშულიც არ გვინდა. ცოტა კნატუნა თუ იქნება, კიდე უკეთესი. აბა რა. ანუ გემოს გარდა ხმაც რო გესმის პროდუქტის სხვა. თავარია ხორცი არ დაგვეწოს, თორე ეს მაინდა-მაინც დიდად არ მიყვარს მაინდა. სიმართლე რომ იტყვას. ხორცი ისეთი შესახედავია, რომ ხო. სადღაც 9 საათი კი გავიდა, ხორცი მზად იქნება. ბრიუსელის კომბოს სადღაც ერთ 10 წუთში ამოვიღეთ. ამას მარილი და რამე უნდა, მაგრამ ისე მაინტერესებს ნატურალური. მარილი წესით აქვს. აი თვალები რომ დავხუჭო ბრიუსელში ვარ რა. ეს კარტოფილებიც კარგად დასკდა. ძალიან გემრიელი გამოვიდა ბრიუსელი. არ ვაფასებ ქართველებით ბრიუსელს და ევროპულს არაფერს თორე. ძველ თხოვნას დაუბრუნები და ერთი ცალი მანდარინი თუ შეგიძლია რომ ის არ გეყო ის სამი. აი ესე გამოიყურება. არ არის პრობლემა. ხორცი, ეხა ამას ლამაზად დავჭრი. მე ხო იცი შენ არაფერზე არ დაგზარდები. ძალიან დიდი მადლობა.
ესეც შევჭამადო გჭირდება. არა, ეგ ერთი გჭირდება და მეორე ხო დარჩა ერთი. არა. ეხა უკვე სულელი კი არა ვარ, ხორცია მზად. მანდარის რა. მანდარის რაღა შემაჭმევს. ოხო. სველიც არის ბატონო. ცოტა აკლია. ცოტა აკლია. მოდი დავაბრუნოთ ისევ. აი. მანამდე მე ამითი გავერთობი, არ არის პრობლემა. კარგია, როდესაც მაღალი ცეცხლით იწყებს, რომ გარსი გაიკეთოს და მერე შეიკრას. და მერე გადადოთ ნაკლებად ცხელ მხარეს და აქ ცოტა გაგვექცა ცეცხლი ვერ ვაკონტროლით, მაგრამ აი ხა უკვე ხო ვიძახდი, მე შემეტენება. გაგვექცა თურმე ცეცხლი. 5 გრადუსის სიზუსტით ვიზა სინოპტიკოსივით და მაინც ჩემი ბრალი აღმოჩნდა. ბრიუსელის კომბოსტო მზადა, კარტოფილი მზადა, კეილიც აგერ მზად არის და ხორცით რომ მომზადდება, ლამაზად შეგვიძლია. რა არის იმდენ რამე ჩამოთვალე, რომ მოდი ხოცნუდა ვერ. ეს კარტოფილი უნდა გავსინჯო. პატარა აიღე ხო ყველაზე? ხო, რა თქმა უნდა. კიდე გავუჭროთ. არა. არის ხო? რა ვიძახდი და არ მიჯერე. ყოლა გვეშინოდა. არ გინდა ძალიან ყველი გემრიელი. მოვაყარო ამას. მარილიც ექნება და ყველიც ერთად. ყველით კარტოფილი გაფუჭდება, რამე ესეთი ის არის ანდაზა. რო ყველით კარტოფილს ვერ გააფუჭებ ამ რამე. ვერ გააფუჭებ ნამდვილად. მე მგონი ერთი მეორისთვის არის შექმნილი. კი, ძალიან უხდება, მე ძალიან მიყვარს. არა უშავს დავით, ყოფილა შემთხვევა, როდესაც საერთოდ ძირს დავყრია. ეს ამ შემთხვევაში გააფუჭა ყველმა. ხელი ამისრიალ და ბიჭო რაღაც გამიცხიმია. ნახე მთელი გემრიელება დარჩა კედლებზე. ოპა, ეს არის კი არა, ეს არის თუ არის. ოხო. ამოუჭრათ ახლა. უკვე რა სუნი აქვს, ნახე. გამახრჩონ ერწყმა. ბიჭო. აუ შიგნიდან კი გარედან ისეთი ვიზუალი აქვს, თითქოს შრალიაო, მაგრამ შიგნიდან ნახე როგორი წვნიანი. ნახე რა წვნიანია მართლა. ეს დალოცვილი. აჰა. ანუ ეს ახლა წვნიანი კერძი გამოგვივიდა, ვისაც სუპები გიყვართ, შეგიძლიათ რომ ეს წვნიანი. ოხო. აი ეგ რო დაიშალა, მე გადმომიდე. ესეთი მე მეგონა რომ მთლიანად შენ გიმზადებდი, მაგრამ ამას მართლა? მაშინ გამორთეთ კამერები, გადით და ყურადღება მიექცეთ, რომ ბავშვებმა არ გამოიგარან, იმიტომ რომ აქ საშინელება მოხდება. დავალაგოთ. აი ეს ყველიც რა კარგად იწელება შიგნით. კეჟერა მიულაგოთ გვერდზე. ბრიუსელი. ვაიმე დედა. მანდარინიც დავამატოთ. აჰა, აი. მთელი დღე ვიშრომე, თუ არ გამოდგა. დავჭრიტოთ ქეშიუც სპეციალურად აკეთებს, რომ გული წამივიდეს რაჭვებო. და ზემოდანაც ცოტა მოვაყაროთ. თქვათ გოჭი არ გვაქვს, მაგრამ ბოლო კი არის. აჰა. რა ხართ ეს შეფები? აი ერთადერთი რაც დამანკლდა რაღაცა соуსის მისხმა. соуსის მისხმა. საჩაურტყი. მაგრამ ეს ხორცი შენვე აღნიშნე ისეთი წვნიანია. ოპა! საჩამიტრიალა. რადგან ის დიადი მომენტი ისთვისაც ვითმინეთ საათნახევარი. რაღაცებს კიდე შეგეკითხები რა. აი სულ მაინტერესებს. აი ამას ახლა ცოტა ლიმონი რომ მოვაწუროთ, მოუხდება. უი, დიდი სიამოვნება. მაგრამ ჯერ გავსინჯოთ, იცი? ვაიდა არ დაჭირდეს. ჯერ გავსინჯოთ და თუ დაგვაკვდა ლიმონს დავამატებთ ჩვენ გემოვნების მიხედვით. კი ბატონო. კეჟერაც რომ გადმომცეთ, ჩემი წილი კეჟერაც რო გადმიხავენ. ეს
მანდარინს მოვაშორებ, იმიტომ რომ თქვენი წინ მანდარინი მე მგონი უკვე მივირთვით. არ მეგონა თუ დამითვლიდით, მაგრამ აი გადმოვიღე. ბოლო კი მაგ ჩემი წილი აღებული. ბოლო კი შენი წილი. მორჩა. ნახვამთის. მე შეიძლება დავიწყო? რა თქმა უნდა. ბატონო. კარტოფილი ერთი ცალი დავიტოვებ ჩემს როლებს. ლიმონი? მე დავამატებ. ეჟერა მაინტერესებს ახლა. აუ, ბრიუსას მართლა გემრიელი შეგოლილი გემოაქვს. ხო, ძალიან გემრიელი გამოვიდა. აუ, ლიმონი ზარმო. ეჟერა და მიმატოთ თუ შეიძლება. ეჟერა რა გემრიელია გასინჯერა. ლიმონამისა, ჩემი პიკანტული გემოა. ხორძეც მიცხარ 1-2 სიტყვა და შიგ თავზე, ბოდიში. ძალიან გემრიელია. აი ეს ყველი, აი წეხამ ლაპარაკობთ, არც ერთი კერძი არ მაქვს. ქართული გასინჯორი, სადაც ყველი და ხორცი ერთად თერმულად მზადდება. არ და ქართველებს გვიყვარს ორივე და ხანდახან ორივე, მაგრამ ერთმანეთს და თურმე როგორ უხდება რა. აუ, მე მაგაზე გამახსენდა ხაჭაპურში მიყვარს ქათმის ხორცის ჩაბები. შეფიცკილებულ მეორე დღის ქათამი, მეორე დღის ხაჭაპური, ჩაბე გადაკეცე. მომწერე რა ეგ რო არ დამა. აუცილებლად უნდა კავსი. არ გაქვს გასინჯული? არა. უნდა მოუწოდოთ ჩემ მაყურებელს, რომ გამოიწერონ ყველა ის არხი, რომელშიც შენ ხარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანს გამოწერილი და ვაი და არსებობს დედამიწაზე ისეთი ადამიანის გამოწერილი. არ ყავს თოთ გვითხრათ რები გამოიწეროს. კაცები, YouTube-ის პლატფორმაზე კაცები, ლაბაძე კლიპს ფოტოსინთეზი, Instagram-ის პლატფორმაზე კაცები და TikTok-იც გვაქვს კაცები. გამოიწეროთ ეს ყველაფერი და უხდება გული გინდა, ფილტვები გინდა, თირკმელები გინდა, ნაღლის გულში ყველაფერს უხდება ამას თუ გამოიწერთ. გამოიწერთ რეჰანი კუკინგი, იმიტომ რომ ჭამის წინ თქვათ აი არ ხარ ლაბაძე კლიპსის ხასიათზე, რეჰანს უყურებ ეს იწვევს კუჭის წვენის გამოყოფას, საჭმლის უკეთესად ათვისებას. მე მაგალითად რაც მაგაზე გადავედი, ჯამთელად ვარ, რაც შედარება არ არის. ძალიან დიდი მადლობა დათო, მინდა რომ არ დასრულდეს ჯამასმა და დიდი მადლობა, სადღაც უნდა დავპაუზდეთ. ასე რომ დიდი მადლობა ჩემგან. დროებით მეგობრებო ვაცადოთ დათოს ჭამა.